მარნეულში დღეს პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო. აქციაზე მყოფი ფერმერების განცხადებით მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებული არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე წარმოება უჯდებათ. აქციის მონაწილეები მარნეულის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად მერია ადგილზე არ მივიდა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვაც სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავჩერდეთ რომ მოძრაობას მოდიში ჩვენ მინდათ რომ რამდენი ხანი იქნება აქ მერი და გავარკვევთ ამ ხანამ გავიგეთ ველოდე მერია მერი გავარით უაი სტრეჩ გავარით ბიაფისა ილიჩ ჯორჯი ხადით ნიჟანი სმოჩი ხო დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ერთი ოჩი ვიტოჟე ნახოთი მაშ პალაჟენია ნიმოშკა სუდა ბერეცო გუში გაგიდი ხონდა სამნახავარიანი გიდრი დღეს გავგიდა ნატროს ბაზარზე ორნახავარი ვიმედო თურქულის გიდრება შემოვიდა და გაგიდა 260 ახლა ხალხმა გიჟი ხო არ აქვს 260-იანი გიდილო თუ სამნახავარიანი ხუთხლარიანი გაფიანი მოვიდა იმიტომ კამბაჟი არ არის თურქულის თავად აზერბაიჯანის თავარზი და ჩვენ თავარი მიდის შეაფარ რაციმარ ოჯახი 300,000 200,000 400,000 ლარი ეს არის კრედიტია თავარიანები არის ბანკში თუ ეს მოსავალ და ფული არ გაგიდეს საიდან დაფარეს ეს იცინე ივანაშვილი დაფარე ბანკას ან დაუს მალუმა დაფარე ხალხს როგორც ჩინაგან საქმე და სამინისტროში ამბობენ აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით 2 პირი დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მარნეულის მერის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მერის წარმომადგენლებთან ერთად პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს.